ოკეანის პირას აშენებული სახლიდან გადმოაკოპირებენ და აკეთებენ მერე ლისზე, სადაც ამ დიდი ვიტრაჟიდან ესე ძროხა ჩამოდის. ჩამოვწყვეტ. ასადაფში გადამკეთავენ. საქართველოს ხეების და ტყეების მეტი რა გვაქვს? აი იტალიიდან რატო უნდა ჩამოქონდეს ნაძვი, ტყუია? არაზუსტ მონაცემებს გვაწვდიან მომწოდებლები, იმიტომ რომ წარმოებულია საქართველოში და ამისი ლაბორატორიები საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს. კარგი არქიტექტორი, გარდა იმისა, რომ კარგ არქიტექტურულ ნამუშევარს აკეთებს, ის პროექტს უყურებს ფინანსური თვალსაზრისითაც. მაკიაჟის კუთხე, ნუ მე მჭირდება, ეხლა პრინციპში იმდენ გადაცემებს ერთ-ერთი მაკიაჟის კუთხე, მეც უნდა მქონდეს. ეხლა მოვედი არქიტექტორების ოფისში, ეს ოფისი დაახლოებით 15 წლის წინ ავაშენე, ჩემი საყვარელი ადგილი არის თამარაშვილის გამზირზე, სადაც არქიტექტურული ბიურო გვაქვს. არქიტექტორები უკვე იყვნენ მიწის ნაკვეთზე, ნახეს, დაათვალიერეს, ეხლა მე მოვედი, რომ მათ ტექნიკური დავალება მივცე იმისთვის, რომ პირველი ესკიზური ნამუშევარი შექმნან. წავედით. ესე იგი, მოვედით არქიტექტორებთან, გაგაცნობთ ირაკლის და გიგას. ირაკლი წინა ვიდეოში გიგა ვიცანით, გიგა არის ჩვენი ახალგაზრდა არქიტექტორი, ძალიან მაგარი ბიჭი. სახლი გვინდა რომ ავაშენოთ. რა გინდ გასაკვირი არ უნდა იყოს სახლის აშენება გვინდა. სწორად გილას მოხვედით. ხო, ეს არის მიწის ნაკვეთი, კი ნახეთ გეგმარება და ნახეთ გერგე, შეზღუდვები. ეხლა მინდა ჩვენს მაყურებელს რომ გავაცნო პროცესი, როგორ ვიწყებთ სახლის პროექტირებას, რა ეტაპებს გავდივართ დამკვეთთან, როდესაც სახლი პროექტდება, რა არის სწორი კითხვები, რაც უნდა დავსვათ არქიტექტორებთან, რაც უნდა ვესაუბროთ არქიტექტორებს. ხო, ერთი მნიშვნელოვანი რაღაცით მინდა დავიწყო, სანამ გადავალთ უშუალო პროცესზე, ხშირად იძახიან ხოლმე სოციალურ ქსელებში მხდება ხოლმე ვიდეოები, რომ აი $5 და $7 ვაპროექტებთ სახლებს კვადრატულ მეტრს, ანუ ნახეთ. კი, შეიძლება ვიღაცამ მართლა $5 და $7 დააპროექტოს სახლი, მაგრამ ეს ისეთი უხარისხო პროექტი იქნება, რომ შემდეგ უკვე მშენებლობის პროცესში თქვენ შეიძლება კი გააკეთოთ სახლის სახლს გავდეს. ჯერ კიდე გასარკვევია, ანუ $5 რო არქიტექტორი აკეთებს სახლს, რა ერგონომიულ სახლს გაგიკეთებთ და რა არქიტექტურულ ნამუშევარს მოგცემთ, მაგრამ მეორეს მხრივ კიდე დიდი პრობლემები რაც არის ხოლმე ესე რომ მოაქვს ჩვენთან სამშენებლო კომპანიაში გაკეთებული, ასე იაფიანად გაკეთებული პროექტები, აქვს მთელი რიგი პრობლემები ამ პროექტს და ორჯერ და სამჯერ მეტი უჯდება შემდეგ მშენებლობა. იმიტომ რომ გათვალისწინებული არ არის მშენებლობის ის დეტალები, რომელიც კარგმა არქიტექტორმა და ნასწავლმა არქიტექტორმა უნდა გაითვალისწინოს. კარგი არქიტექტორი, გარდა იმისა, რომ კარგ არქიტექტურულ ნამუშევარს აკეთებს, ის პროექტს უყურებს ფინანსური თვალსაზრისითაც, რომ შემდეგ მისი მშენებლობა იყოს ოპტიმალური ღირებულების და არ მოხდეს, ასე ვთქვათ, გადაყრაფულის, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ასევე $5-7 ვინც აკეთებენ ხოლმე არქიტექტურას, ძირითადად არ აკეთებენ წესიერად გეოლოგიას. ასე აიღებენ ტერიტორიებს, ესე იგი გეოლოგია რას ნიშნავს? იქ მეზობელს აქვს ვიღაცას გეოლოგიური კვლევა გაკეთებული, ტასჯის ეს არის ხელმისაწვდომი ეს მონაცემები, აიღებს იმის მონაცემებს, დააკოპირებენ თავის ნაკვეთსა და აი გეოლოგია ახლა ნუ იქ 100 მეტრში და 50 მეტრში თუ ეს იყო გეოლოგია და ეს იყო გრუნტი, ჩემთანაც ეს იქნება. ხშირად ასე არ არის ხოლმე, ანუ დედამიწა ასე არ არის მოწყობილი, ერთ ადგილას შეიძლება იყოს კლდე და 50 სანტიმეტრში შეიძლება იყოს ნაყარი მიწა და შენ შეცდომაში შეგიყვანოს ამ პროექტმა და საბოლოო ჯამში რომ იხვალ ექსკავაციის გასაკეთებლად აბსოლუტურად სხვა გრუნტი დაგხვდეს და შემდეგ პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამან მშენებლობის დროს. რამდენჯერ ყოფილა რომ მშენებელს თქვენთვის უთქვას ექსკავაციის შემდეგ რომ აი ეხლა რა ვქნათ კლდე არის და ან პირიქით ნაყარი მიწა არის და ესე უნდა მოვიქცეთ. შესაბამისად ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ხარჯის ზრდასთან
და ეს რო აიცილოთ თავიდან მე არ გაეუბნებით, არ ვარეკლამებ ჩემს კომპანიებს და ჩემს არქიტექტურულ ბიუროს, ნებისმიერ კარგ კომპანიასთან მიდით და კარგი კომპანია 5 და 7 დოლარად არ აკეთებს პროექტებს და დღესდღეობით არქიტექტურული პროექტის გაკეთება ინდივიდუალური სახლის დაახლოებით 15-დან 25 დოლარამდე მერყეობს კვადრატულ მეტრზე და მე ვთვლი რომ ეს ნორმალური თანხაა იქიდან გამომდინარე და იმ მასშტაბის სამუშაოდან გამომდინარე რა მასშტაბის სამუშაოსაც არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ინჟინერი, გეოლოგი და ყველა ის თანამშრომელი აკეთებს, რომელიც საბოლოო ჯამში შექმნის ამ პროექტს. გადავიდეთ ბიჭებო საქმეზე. კი ბატონო, სანამ კითხვებზე გადავალთ, მე დავამატებ ერთ საკითხს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაკვეთის კვლევა ყველაზე მნიშვნელოვანი სტადია, როგორც არქიტექტურაშიც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახავთ კონკრეტულად ეს კვლევა. ტოპოგრაფიული კვლევა, გეოლოგიური კვლევა და ის კვლევები, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას კონკრეტულ ნაკვეთს. გერგეში ეს ყველაფერი კარგად იყო ახსნით, თუმცა ჩვენ მაინც დამატებით კიდევ არსებული მდგომარეობა შევისწავლეთ, ადგილზეც ვნახეთ კონკრეტული მიწის ნაკვეთი და გეოლოგიური კვლევაც რამოდენიმე დღეში გვექნება, რაც სრულ ასე ვთქვათ, სურათს მოგცემს თქვენს ნაკვეთზე თუ რა მიმართულებით უნდა განვითაროთ. რაც შეეხება ახლა კითხვებს, ზოგადად ჩვენი მუშაობის პრინციპი ეყრდნობა ხოლმე ზოგად წარმოდგენაზე. ყველა ადამიანს წარმოუდგენია თავისი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი როგორი უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ისეთი ასე ვთქვათ, ინდივიდუალური თემა არის, რომ ყველა ფიქრობს ამაზე რა, საოცნებო საცხოვრებელი სახლი. ამიტომ პირველი ვიწყებთ ხოლმე სტილისტიკიდან, თუ როგორი სტილისტიკის სახლი წარმოგიდგენიათ რომ იყოს, იქნება ეს თანამედროვე, რაღაც ძველებური სტილის, ამერიკული, ევროპული, თუ როგორ. ამიტომ თქვენ დაგისვამთ ახლა ამ კითხვას, როგორი ტიპის სახლი წარმოგიდგენიათ რომ აი მომეცი და განახებ პირდაპირ. მოდი აი შევა Pinterest-ში და ჩავწერ რაღაც ამერიკული ტიპის სახლი, რაც აი ესეთი სამკუთხედოვანი გადახურვებით. საინტერესოა ნამდვილად. დაახლოებით აი ესეთ რაღაცას ვფიქრობ, რა ირაკლი, ნახე. აი გიგა გააკეთებ ეგეთ პროექტს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თქვენი ასე ვთქვათ, ნაკვეთი ხელს უწყობს მსგავსი სტილისტიკის განვითარებას. ანუ ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც კლიენტებს აქვს რაღაც დახრით არის ნაკვეთი და ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე როგორ იყოს მათი სახლები. არა, ეს ბრწყელია ხო და არაფერი შეზღუდო არ აქვს. რა ესეც მაგარი სახლი არის თავისი დიდი ვერანდით, რა თქმა უნდა და ესეთი დახრილი ეს საინტერესოა, ორ სართულზე ვფიქრობდი, მაგრამ სახურავის გამოყენება საინტერესო არის. აი ნახე, აი დაახლოებით აი ესეთ რაღაცაზე ვფიქრობ რა. რადგან ვერანდას შევეხეთ, კი ძალიან. რადგან ვერანდას შევეხეთ, თქვენთვის პრიორიტეტი რა არის? უკანა მხარეს განთავსდეს, თქვათ მოსასვენებელი სივრცე თუ წინა მხარეს? უკანა, როგორც აი მე ანუ ასე ვთქვათ ფრანტიარდი და ბექიარდის პრინციპით წავიდეთ. ფრანტიარდი და ბექიარდი ნიშნავს, ანუ წინა ეზო, უკანა ეზო და შუაში სახლი. წინა ეზო მინდა რომ მაქსიმალურად ჰაეროვანი და თავისუფალი იყოს, ანუ შემოსასვლელი, როდესაც ასე ვთქვათ, შედიხარ სახლში, რაღაც ლამაზად მოწყობილი მანქანას გააჩერებ, ან ავტოფარეხი შეიძლება გავაკეთოთ, ეგეც შემომთავაზეთ და უკანა ეზო უფრო მყუდრო, სადაც განთავსდება როგორც აივანი ტერასა, დახურული ტერასა უნდა იყოს ცალსახად, ისე რაღაცა საბავშვო ზონა, თავისი აუზით. აუზი ყველა ვარიანტში მინდა. ავტოფარეხს თუ ვფიქრობთ, ინტეგრირებულს თუ ცალკე მდგომს. ეგ გვაინტერესებს კიდევ მნიშვნელოვნად. იცი რა არის, ავტოფარეხს ვფიქრობ, მაგრამ მუდმივ საცხოვრებელი სახლი იქნება. კი, მესმის უბრალოდ ავტოფარეხი მირჩევნია, რომ ამ შემთხვევაში რამდენიმე ავტომობილი მყავს და ძირითადად მიყენია ხოლმე ოფისში და სახლში ავტომობილები სხვაგან და მაინც ანუ მძღოლი მატარებს და ამ შემთხვევაში სახლის კვადრატულობის გამოყენება ავტოფარეხისთვის რომ მანქანას ძირითადად რომელსაც არ ვიყენებ, ხო, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ერთი ფიქრი კი ვიფიქრე რომ გავაკეთო ავტოფარეხი, მაგრამ საწყობად გადაიქცევა მე ეს ავტოფარეხი, ვიცი, ამიტომ ჯობია რომ გარეთ გავაკეთოთ რამე ადგილი პარკირების ერთ მანქანაზე, ან და გარეთაც არის ადგილები თავისუფლად იქ ასე შეიძლება ჩემი სახლის წინ
ამ იმაზე ქუჩაზე არის ხო ეს მაგისი პარკირების ისა. კი, არის გათვალისწინებული შეგიძლიათ. კიდევ მნიშვნელოვანი არის ოჯახის, ასე ვთქვათ, წევრების რაოდენობა და მათი პროფესია. ბევრნი ვართ ძალიან. უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანი. ოჯახის წევრები ბევრნი ვართ, მაგრამ მაგ სახლში მე ვიცხოვრებ მარტო, ამიტომ სტუმრად მეყოლებიან ხოლმე ხშირად და სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამიტომ ბავშვები ყველანი თუ ჩამოვიდნენ, სულად არის საქმე. შეიძლება არ დავეტიოთ, ამიტომ ხო, თქვენი საძინებლების რაოდენობაზე და მოთახების განლაგებაზე ჩამოყალიბებული არა ვარ. ერთი რაც არის მინდა ყველა შემთხვევაში ორი სართული, ანუ მეორე სართულზე საძილეები, პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და ნუ ყველაზე მთავარი რაც არის სახლში მინდა დიდი კაბინეტი. ეს არის ყველა სახლში მაქვს და ამის გარეშე ვერ ვარ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ დასვენების დღეებში ვერ ვისვენებ და ოფისში წასვლას ვამჯობინებ რომ კაბინეტში ჩავიკეტო ვიმუშაო. ვინაიდან კაბინეტი თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი სივრცეა, წინა მხარეს განიხილავთ თუ უფრო ასე ვთქვათ გზის უკანა მხარეს, რომელიც უფრო მშვიდია. არა მაქვს ამაზე ნაფიქრი, მაგრამ 7 იქ წინა მხარეც იქნება. ირაკლი, ნახე, შიდა ეზო არის, უკყავს რამდენი 10-15 მეზობელია და ნუ იქითა ქუჩაზე კიდე ერთი მაგდენი, ანუ იქ რა მოძრაობა იქნება, ეს ხო არ არის ცენტრალური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკვერი გაქვთ, შესაძლოა რომ მოსახლეობის ასე ვთქვათ თავშეყრის ადგილი იყოს საღამოს და საღამოს შეგაწუხოთ. აქედან გამომდინარე, საღამოს მეც გავალ და შეუერთდები მეზობლებს და საღამოს მეც გავერთობი იმ სკვერში, ჩოგბურთს ვითამაშებ. ხო, არა, სამუშაო დროს არ მგონია მანდ რამე იყოს, ამიტომ წინა მხარეს ვფიქრობ, იმიტომ რომ ნახე, სტუმრები რო ყავდეს, ან ყავდეს ბავშვები ჩამოვიდნენ, ვიტო იზრდება, მისი მეგობრები მოვლენ, უკან ერთი ალიაკოთი თუ იქნა, მაგ დროს შეიძლება წინა მხარეს ჯობდეს კაბინეტი. აუზის კონფიგურაციასთან დაკავშირებით, რაც ვთქვათ, ამ ხელა აუზი წარმოგიდგენია დაახლოებით. აუზი, ნახე, გავაკეთოთ თუ არა, მაგასაც კი ვფიქრობ. მაგრამ, ნუ გავაკეთოთ ბავშვები რაღაცა. ძირითადად აგვისტოში და ივლისში, როცა მაგრა ცხელა თბილისში არ ვართ. შესაბამისად, გატვირთულობა ამ აუზის ესეთი არ არის, მაგრამ, ნუ იყოს იმიტომ, რომ რაღაცა მომენტში გჭირდება ხოლმე ჩახტე და გაგრილდე. თუ ხარ თბილისში. იქ ქარიანი ადგილია, იცით, ხო? ანუ ქარი უბერავს დასავლეთიდან მაგრად ლისზე, ამიტომ რაღაცა და ღობეები არის გამჭოლი. მან რაღაცის მოფიქრებაც მინდა და კოლიერსთან ეს უნდა შევათანხმოთ, ბიჭებო, აუცილებლად, რომ რაღაცა ტიპის, იმიტომ რომ ჩვენი ნაკვეთის გვერდით არის პარკი და შენობაც არ იქნება, შესაბამისად, ქარი უფრო მეტად დაუბერავს რა. უკანა ეზოში უნდა იყოს ცალსახად აუზი, მაგრამ პატარა ზომის, მაქსიმალურად პატარა, ნუ ისეთი არა ეხლა რომ თლად ჯაკუზის ხელა, მაგრამ ნუ პატარა აუზი, რომ უბრალოდ ჩახტე ადამიანი, გაგრილდე ბავშვები ჩახტნენ, ითამაშონ, იჭმუპალა, რა ეგ არის დანიშნულება რა. აი ხა, იმაზე რა ქვია, კედელზე დაგიხაზავთ დაახლოებით როგორ წარმომიდგენია პირველი სართული, მე როგორ წარმომიდგენია, მოდი რა. ეს ხო არის მიწის ნაკვეთი რა, ანუ ეგეთი ვარიანტი, აქ არის გზა. ესე მინდა სახლი დაახლოებით აქა. აი ესე რომ აქ იყოს ფრონტიარდი, ისედაც 6 მეტრი ხო გვაქვს აქ რეგულაცია. აქ ეხა ხეებს რო გავთ უკანა მხარეს. აი ამ ზონაში, რომ ეს მეზობლები დავკეტოთ, იმიტომ რომ აქ ნუ ისეთი სახლებია, რომელიც არ მინდა რომ ჩანდეს. და ერთადერთი ვფიქრობ, რომ აი ან აქ იყოს მანქანის გასაჩერებელი ადგილი და აქ აუზი რა, სავარაუდოდ აი აქ უნდა იყოს აუზი. ასე მოგვიწევს, იმიტომ რომ ჩვენ ჭიშკარში შეზღუდულები ვართ განსაზღვრული კონკრეტული ადგილი. და ეს იმას თვითონ განლაგებას რაც შეეხება, ეხა სახლი რო ავიღოთ. დაახლოებით ალბათ მართკუთხედი იქნება, ხო, ალბათ სახლი რაღაც ეგეთი ვარიანტი წარმომიდგენია, უკან ვერანდის ზონა, ანუ აქა, შესაბამისად, ნუ რო გავყოთ სახლი, მეებად, ზონებად, ეს იქნება მისაღები მოსასვენებელი ზონა, აქ იქნება სამზარეულო ზონა, აქ ალბათ მისაღები ტექნიკური, ტუალეტი, კიბის უჯრედი და აქ კაბინეტის ზონა რა, ალბათ რა, დაახლოებით ესე რა. კი ბატონო, მშვენიერი ზონირება არის. თუ ხარისხო მაგერებს.
ბუხარზე ვფიქრობ, მაგრამ მაქვს სახში და 2 თუ 3 წელი არ დამინთია. მოდი გავაკეთოთ მაინც ალბათ აქ. ან აქ, ან ამ კედელზე შეიძლება. აქ მინდა რომ კაბინეტი იყოს. ან აქ უნდა იყოს კაბინეტი, ან აქ მოკლედ რა, ეგეთი ვარიანტია რა. და ნუ აქ სამზარეულოს გულისხმობ ტექნიკურ სამზარეულოსაც. აი ეგეთ რაღაცას ფიქრობ, ნახეთ, ეხა განახებთ რა არის, ანუ ტექნიკური სამზარეულოში რას გულისხმობ. ეს რო იყოს სამზარეულო, ხო? დაახლოებით. აი 1/4 ან 1/3 სამზარეულოსი შესასვლელი კარებით და აი აქ რო განთავსდეს დაუშვათ ეს გასქურა რაღაცა თავისი ფანჯარა კონდეს, დიდი მაცივარი და აქეთა კედელზე არის უკვე სამზარეულო რა, ესეთი რაღაცა. რომელიც არის ასე ვთქვათ ყოველდღიური, სადაც საუზმობ, რაც კუნძულია, ესეთი სუფთა, მოწესრიგებული ადგილი არის რა. კვერცხი შეიძლება შეწვა, რაღაცა გააკეთო, რაღაც მოამზადო, გარეცხო რაღაცები ქნა, მაგრამ აი ესეთი ძირითადი ნაწილი რო სამუშაო რო უკან კეთდებოდეს და აქ რაღაც ალბათ მაგიდა და სკამები უკვე სასადილო ზონაა რა. დაახლოებით ესე წარმომიდგენია. კი ბატონო, ერთ კითხვას დავსვავ. სარდაფიც ხომ არ გაქვთ ხედულობაში, იმიტომ რომ სარდაფი საკმაოდ ცვლის ხოლმე ბიუჯეტს. სარდაფი მინდა, იმიტომ რომ სარდაფში მინდა გავაკეთო კინოთეატრი. და ბავშვების, ასე ვთქვათ, გასართობის ზონა. ეხლა ჩემი შვილი ელენე არის 23 წლის. ლუკა 22-ის. არა. გუშინ მქონდა ლუკას დაბადების დღე 21-ის გახდა. და ელენე არის 22-ის. არ შეგეშალოს. ეს ამას პროდიუსერს თუ არ ამოჭრი შვილები გამიბრაზდებიან, მაგრამ ეხლა გამიშალიჩებს მეგონი ბაკური არ ამოჭრის ამას სპეციალურად. მაპატია შვილები. ბევრი ხართ და მერევით. თან ბევრი წლის წინ იყო და ასე რომ მოკლედ რას ვამბობ რა, რომ 22-ის არის ელენე, 22-ის ყოფილა, ესე გამოვიდა და რამდენიმე წელიწადში ოჯახს შექმნის და მეყოლება შვილები. ელენე სწრაფად არ გინა შვილი. ესე იგი, ამას გამოვიყენებ, რომ ჩავყარო ეს ბავშვები და დავკეტო გარედან სარდაფში. მინდა ერთი დიდი სივრცე, სადაც იქნება კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი გეიმინგ რუმი რა, მართლა ესე რომ აი ესე საიდანაც კიბეები ჩადიოდეს სარდაფში და მართლა გადაუკეტო ბავშვებს კარები და არ ამოდიოდეს ხმა ზევით. რო გაგიჟდებიან სტუმრები რო ეყოლებათ რაღაცა ვიტო მისი მეგობრებით პირდაპირ ჩაუშვი. ეს დედამისმა არ გაიგოს, თორე ჩამავწყვევენ. სარდაფში გადამკეტავენ. მნიშვნელოვანი რაც არის, საძინებლები არ ვიცი, განსაზღვრავ ეხლა შევავსებ, დავფიქრდები კიდე რამდენი საძინებელი მინდა, როგორ მინდა და მაგის მიხედვით მივხვდეთ, ნუ ალბათ ერთი მასტერი მეტი ალბათ არ დამჭირდება, ნუ შეიძლება 2 მასტერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე თუ განიხილავთ საძინებელს. პირველ სართულზე საძინებელს არ ვიცი, იცი, ანუ კაბინეტი დავტოვოთ ისეთ პროპორციაში. კაბინეტი ალბათ, მაგრამ საძინებელი არ იქნება, არ არის ისე ცუდი იდეა, პირველ სართულზეც იყოს ერთი საძინებელი. ეს ძალიან მაგარი რაღაცა თქვა ირაკლიმ, გაითვალისწინეთ, ეხლა მოგიყვებით ისტორიას. პირველ სართულზე საძინებლის შესახებ, თუ გაქვთ საშუალება, რომ სახლში ქონდეთ პირველ სართულზე საძინებელი, აუცილებლად გააკეთეთ. მაგალითად, მე მომივიდა ასეთი შემთხვევა 4 წლის წინ ამერიკაში და მოვიტეხე ფეხი, გამიკეთეს ოპერაცია, მეტალი ჩამიდგეს ბარძაყის ზოალში და 2 თვე ძალიან მიჭირდა გადაადგილება. მეორე სართულზე საძინებლებში ასვლა ფაქტიურად შეუძლებელი იყო და კიდევ კარგი რომ სახლში პირველ სართულზე მქონდა კაბინეტი და ეს კაბინეტი გადავაკეთე საძინებლად, იმიტომ რომ ამ კაბინეტში ცხოვრობდი ფაქტიურად ეს 2 თვე. რომ არ ყოფილიყო ეს კაბინეტის ოთახი, ნუ მომიწევდა მისაღებ ოთახში წოლა 2 თვე რა. და ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთმა დამიფაროს ფეხის მოტეხვისგან, მაგრამ საჭიროა პირველ სართულზე იყოს
ეგეთი ოთახი კარგი იდეაა. მოკლედ ერთი საძინებელი მივამატეთ. ერთი $30,000 მომემატა ხარჯებში. ჩვენ ამ მიმართულებას ზოგადად ყოველთვის კითხვარის საშუალებით ვამუშავებთ, ხოლმე უფრო დეტალურად რომ მივყვეთ, ამიტომ მოგცემთ კითხვარს, შეავსეთ. ვანახოთ ბარემ ეს კითხვარი. ვანახოთ ეს კითხვარი ბარემ, ეს არის კითხვარი, რომელშიც არის დეტალური კითხვები და შევავსებ ამას და საინტერესო კითხვებია სხვათა შორის. ესეთი კითხვარი აუცილებელია შევავსოთ, აი წერია კიდევაც პიანინო იქნება სახში, როიალი, ერგონომიკისთვის აუცილებელია მაკიაჟის კუთხე. ნუ მე მჭირდება, ეხლა პრინციპში იმდენ გადაცემებს ერთ-ერთი მაკიაჟის კუთხე, მეც უნდა მქონდეს. ჩასაწოლი აბაზანა, ჯაკუზი, ბიდე, კარგი, შეგივსებთ ეხლა ამ იმას, ეს არის მოკლედ კითხვარი და ძალიან საინტერესო კითხვებია შიგნით და ამით გებულობენ არქიტექტორები დეტალურად უკვე რა გინდა. ამას ცოტა დავფიქრდები და შევავსებ. მოდი ამას წავიღებ ოფისში, ჯობია, უფრო სწორი რო იყოს და ჩემთან შევავსებ. ვიდრე ახლა აქ სიჩქარეში გავაკეთო, ასე მირჩევნია. გიორგის გაგა ცნობთ, კომპანია მწვანე ლანდშაფტის დამფუძნებელი. ძალიან კარგი ხალხია, მე რეკომენდაციას უწევ. ბევრი წელია ვემუშავებით და ხეების გადარგვა, მოვლა ლანდშაფტის დიზაინის გაკეთება. ფული არ აგვიღია სარეკლამოდ, და გულწრფელი რეკლამა არის, ანუ და მინდა რომ ასე ვთქვათ წინ წაქციოთ თქვენი ბიზნესიც, იმიტომ რომ მართლა კარგი კომპანია და კარგად აკეთებენ ხარისხიანად დროზე და ისე ყოველგვარი ფოკუსების გარეშე, მოკლედ რო ვთქვათ რა. კარგი ხარისხი და კარგი ფასი თუ გინდათ, გიორგის დაუკავშირდით. დავწეროთ ტელეფონის ნომერი, ალბათ კარგი იქნება იმ გადაცემის მსვლელობისას, რომ ვისაც სურვილი ექნება დაუკავშირდეს. გიორგიმ ჩამოგვიტანა იტალიიდან ხე ნარგავები. გითხარი გიორგი, აბა რა მცენარეებია და რატო ჩამოვიტანეთ იტალიიდან? იტალია რატო ჩამოვიტანეთ? იმიტომ რომ იტალია საქართველოში ხეების და ტყეების მეტი რა გვაქვს? აი იტალიიდან რატო უნდა ჩამოქონდეს ნაძვი, ტუია, რა არ ვიცი. ხო და აი სამშენებლო ბიზნესი და დეველოპერული ბიზნესი რაც ჭირდება, ეს არის ყველაზე მთავარი დროულობა. საქართველოში არის ხეები, არის სანერგეები, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ რო გჭირდებათ რომ მითხარით 10 რიცხვი, შეიძლება ისეთი პერიოდი მოუწიოს, თქვათ, გაზაფხულია, ტემპერატურა მაღალია. ანუ ამ ბიზნესს ჭირდება, თქვენ გჭირდებათ დრო და ხარისხი. კი, მოქნილობა ჭირდება, მაგრამ ნახე, თან უფრო იაფი, $120 დაახლოებით იაფი დაგვიჯდა ხე, ლარებზე რო ვიმასქნათ, ხო, რაღაცა $300 იაფი დაგვიჯდა ხე, ვიდრე საქართველოში ვიყიდით. კი ბატონო. და თან მაგარი ხარისხის ჩამოვიდა. მაგარი ხარისხის ხეებია და დროულად ჩამოვიდა. თქვენ პროექტს რაც ჭირდებოდა ზუსტად ის იყო, რატომ? იმიტომ რომ აქ არ არის, თქვათ, ჩამოტანა, დასაწყობება, მოვლა პატრონობა, პირდაპირ მოვიდა სანერგიდან თქვენს ობიექტზე და შემდგომ ხდება ამისი დარგვის ღონისძიება და ანუ მაგასაც ვანახებთ დეტალურად როგორ ვაკეთებთ. ხო და არ გვაქვს ამოვარდნილია ბევრი ის დამატებითი ხარჯები, რაც შეიძლება გავიდეს ამ შემთხვევაში ადგილობრივ სანერგეებში რა. არის ადგილობრივი სანერგეები, რა თქმა უნდა და ძალიან ხარისხიანებიც არის. უბრალოდ ამ თქვენთან მიმართებაში ეს მიდგომა უფრო მოქნილია და უფრო კარგად ამართლებს მე თუ მკითხავთ რა. თავარი არის, უნდა ავეწყოთ ეტაპობრივად, როგორც თქვენ გაქვთ დაგეგმილი სამშენებლო კუთხით, სამშენებლო სამუშაოები, ანუ გამწვანებას თავისი ადგილი და თავისი დრო, შემდგომ სხვა სამუშაოები რაც გაქვთ. ანუ ერთმანეთს გადახტომა არ უნდა იყოს და დროულად, აი ადრე გაზაფხულზე ჩამოვიდა, დაირგო, შემდგომ მოვლა პატრონობა, ამისი გაფრთხილება, რომ სამშენებლო კუთხით ბევრი ხდება, ანუ გაუთვალისწინებელი ის, რომ მშენებლები თვითონ ნაკლებად უხდებიან ამას და ამას ჭირდება მებაღე, ყურადღება, სარწყავი სისტემა, რომ ეს ხეები შევინარჩუნოთ პროექტის ბოლომდე. და ეს არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ პროექტის ბოლოს რო დაიწყებთ გამწვანებას, უკვე ძალიან გიგვიანდება და გიძვირდებათ ხარჯი, იმიტომ რომ ცარიელი მოედანია, ადვილად შეხვალ ტრაქტორით, ადვილად გამოიღებ ტრანშიას, სახს რო ააშენებ, მე გირთულდებათ.
კი, რა თქმა უნდა, მაგიტომ მას გავგეგმეთ ესე რომ ეს ნაწილი ეხლა გავაკეთოთ და დანარჩენი გამწვანება მერე თქვენ კი განახებთ ამ პროექტს უკვე გამზადებულს, როგორი იქნება ეზო მას შემდეგ რაც დასრულდება. ახლა ეს არის ერთ-ერთი ეტაპი ამ ხეების დარგვა, როგორც წეღავ თქვი, რომ ეს კედელი დავფაროთ და ასე ვთქვათ, დრო მოვიგოთ და აქეთ მხარე დავაკონსერვოთ წვანეღობით. ეს არის პირამიდალური ჯიშის კვიპარისის ხეები, რომლებიც იზრდება ისეთი ლამაზი სილუეტური ფორმით, ეხა ახალი ჩამოსულია და გასახსნელია. ექნება შესაბამისი მოვლაპატრონობა. აქ არის იდეაში ის, რომ თან დაფაროს სამეზობლო და თან იყოს წვანე კედელი და თან კონდეს არქიტექტურული ფორმა, ესეთი პირამიდალური და ამას ჭირდება შემდგომ კარგი მოვლაპატრონობა, რომ აი ეს მაგას დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მოვუვი. მაგას ჩაგაბარებთ მაქსიმალურად ხარისხიანად და კარგად, რომ დატკბეთ. კი, იმიტომ რომ ჩვენს ობიექტებზე ბევრ ობიექტს მოვლაპატრონობაში აქვს გიორგის კომპანიას და ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ არ არის ეს ძვირი სერვისი, გაცილებით ძვირი არის მართლა ეს აუცილებლად უნდა გითხრათ. გაცილებით ძვირი არის მცენარე, როდესაც მოგიკვდება იმის გამო რომ სწორად არ მოუარე, ვიდრე გადაუხადო ყოველ თვე კომპეტენტურ კომპანიას ან ადამიანთა ჯგუფს შენი მცენარეების მოვლაპატრონობის ფული. იმიტომ რომ ამას ჭირდება არა მარტო მორწყვა, არამედ ამას ჭირდება თავისი სასუქები, ამას ჭირდება შეწამვლა სეზონურად და ეს ყველაფერი არ ჯდება იმაზე მეტი, ვიდრე ის დანახარჯი, რაც შეიძლება პოტენციურად შენ კონდეს, როდესაც მცენარე დაგეღუპება, იმიტომ რომ თითო ეს მცენარე აი თბილისში მოტანილი ერთი ხე დაჯდა 700 ლარი. და წარმოიდგინეთ ხა წელიწადში ერთი რომ მოგიკვდეს, ჯერ ერთი რომ ცუდი არის, იმიტომ რომ ვიზუალურად ფუჭდება ყველაფერი და მეორე დანახარჯი გაქვს, ხო? ამ ხელა ზარალი ნახე და არის მცენარეები, რომლებიც რამდენიმე 1000 იღირს შესაბამისად მე ურჩევ ადამიანებს მუდმივად რომ ასეთი სერვისები გამოიყენონ, იმიტომ რომ თუ გრძელ ვადაში დათული ამას ყველაფერს, უფრო იაფი დაგიჯდება, აიღო ეს სერვისი, ვიდრე გაგიფუჭდეს გაზონი, გაგიფუჭდეს მცენარეები და ასე შემდეგ. თქვენი კითხვარიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ და დავითვალეთ ყველა ის მოცულობა, რაც ანუ თქვენთვის საჭირო იყო. კაბინეტი როგორც მოისურვეთ, წინა მხარეს განვათავსეთ, ასევე მის სიმეტრიულად ავტოფარეხი. მნიშვნელოვანი აქვს სიმეტრიას გაუსვათ ხაზი, იმიტომ რომ თქვენთვის დამახასიათებელი სტილისტიკა რაც მოგწონთ, სიმეტრიული ფორმიდან მიიღება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ უფრო სიმეტრიული არქიტექტურისკენ დავსულიყავით. შესასვლელში, ასე ვთქვათ, პატარა ხოლის ნაწილია, სადაც სულ წერტილს შეხვდებით, ასევე განთავსებული არის კიბე, რომელთაც მეორე სართულზე ავდივართ და ქოვით შესასვლელი სარდაფში, რომელსაც გავული მომავალში. რაც შეეხება უფრო პრივატულ ზონას, ანუ საერთო ოთახს, აქ განთავსებული გვაქვს საერთო სივრცე ტელევიზორის სივრცისთვის, თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე როიალი როგორც ხო, ეს ჩემი შვილი, ელენეს ეს არის, რა ქვია, ოცნება იყო და მინდა რომ ელენეს აუხდინო ოცნება, სახში კონდეს როიალი, სტუმრად რო ჩამოახოლმე დაუკრას, ძალიან კარგად უკრავს და კარგად მღერის. ასევე განთავსებული გვაქვს 8 ადამიანზე მაგიდა, სასადილო მაგიდა, პატარა კუნძული სამზარეულოსთან ერთად და უკან თქვენი მოთხოვნით ტექნიკური სამზარეულოს განათავსეთ, რომელსაც გამოიყენებთ, ასე ვთქვათ, შესანახადაც რაღაც პროდუქტების და გასამზადებლად, როგორც აგვიხსენეთ წინა ავტოფარეხი უკვე აღნიშნე, რომელიც მიბმული არის ქუჩაზე და სადაც განსაზღვრული იყო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, შესასვლელი იმ ადგილას არის გათვალისწინებული და უკან გვაქვს, ასე ვთქვათ, მოსაჯდომი სივრცე, რომელიც მოისურვეთ დიდი მაგიდით და კომფორტული მოსასვენებელი სივრცით. ირაკლი, აქ ეხა უნდა გავითვალისწინოთ რა. მოდი ლევან უკვე აქ რო ვაჩვენოთ, ნახე, ეს ისენი
ავტოფარეხი უნდა ამოვარდეს აქ, როგორც თქვით, აქ უნდა წავიდეს ყველა შემთხვევაში, უნდა გააკეთდეს რამე სველი წერტილი და საძინებელი, ალბათ ესე რაღაცა საძინებელი. ეს ვარიანტიც ვარდება აი აქედან, ნახე? იმიტომ რომ გეოლოგიამ თუ გვაჩვენა რომ ქვევით 2 მეტრ ნახევარში არის წყალი და გეოლოგიური კვლევის შედეგები ასეთია რომ 2 მეტრ ნახევრიდან იწყება სისველე, რაც არ მომწონს. იზოლაციას კი გავაკეთებ და ძალიან თანამედროვე მასალები არის დღესდღეობით იზოლაციისთვის. ეს არის PVC მემბრანა, პოლივინილ ქლორიდის მემბრანები, რომელიც ძალიან მაგარ იზოლაციას აკეთებს და შეგვიძლია ამის გამოყენება, მაგრამ არ მინდა მაინც წყალში იდგეს სახლი და ასე ვთქვათ, შემხებლობა უშუალო კონდეს წყალთან, იმიტომ 2 მეტრ ნახევარზე ქვევით უნდა ჩავიდეთ, სარდაფი, 2 მეტრ ნახევრიანი ჭერი, მე ვარ 2 მეტრი და 50 სანტიმეტრი თავის ზევით, არ გამოვა რა, ძალიან დაბალი იქნება. მოკლედ, სარდაფზე უარი უნდა ვთქვათ, შესაბამისად ეს ჩასასვლელი უქმდება და ეს მისაღებს მიუერთოთ, ეს ადგილი ალბათ რაღაცა ესეთი დიდი მისაღები გავაკეთოთ, სადაც კარა და ეს გაუქმდეს მოკლედ აქ უნდა. ყველა შემთხვევაში კაბინეტი კარგი ზომის არის, ბუხარი მომეწონა როგორ გადაწყვიტეთ, ანუ ორმხრივი, ანუ მისაღები ოთახიდანაც იქნება და კაბინეტიდანაც იქნება. ბუხარი ძალიან მომეწონა, ეს კარგი გადაწყვეტა არის და ტექნიკური სამზარეულო კი მეპატარავება 7 კვადრატული, მაგრამ დავტოვოთ რა, იმიტომ რომ აქ ოთახი გვჭირდება რომ კონდეს. მისაღები ოთახი საკმაოდ დიდია, 107 კვადრატული არის ერთიანად და საკმაოდ დიდია ეს, მაგრამ არ არის ცუდი. მესამე სართულზე რო ავიტანოთ ირაკლი, ან სახურავში ნახე, მესამე სართული ვიზუალურად შემახედე სახლს. ავიტანოთ, მათ სახურავში ჩაეტევა, საკმაოდ დიდი ოთახი გამოვა და ეს საკმაოდ ისეთი ფანჯრები რო გაუკეთოთ. ნახე, ეს არის დასავლეთის მხარე. ეს არის დასავლეთის მხარე, ხო ასეა? ეს არის ჩრდილოეთი. ჩრდილოეთის მხარეს რო გაუკეთოთ ფანჯრები, ყოველთვის კარგი არის ჩრდილოეთის მხარეს ფანჯარა, იმიტომ რომ პირდაპირ მზე არ ხვდება და სიცხეც არ ჩამოვა. კი, აქ ძალიან მაგარი იზოლაციის გაკეთება მოგვიწევს სახურავში, რომ აქ ოთახი გაჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ ფილა უკვე გვაქვს და სახურავი გვაქვს და შესაბამისად ოთახიც გავაჩინოთ. დამატებითი ხარჯი მანდ იქნება მხოლოდ ფანჯრები და იზოლაცია და ამ ოთახის კეთილმოწყობა. მოდი აქ ფანჯრები გავაჩინოთ ჩრდილოეთის მხრიდან და პრინციპში შეიძლება არც ეყოს და დავამატოთ სხვა მასე რა ქვია დასავლეთი არა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან, ეგ გადაწყვეტე, ნახე. ხო, მზის ტრაექტორიებს რაც შეეხება და მზის Soundstudy ესე ეძახიან არქიტექტორები ამ tools, რითაც შეგიძლია ზუსტად წლის განმავლობაში რა პოზიციები ექნება მზეს, დღის რა მონაკვეთში ზუსტად შეისწავლო და ნახო და რა გავლენას მოახდენს ეს შენობაზე, ანუ საიდან შემოვა მზის შუქი, სად არ შემოვა და ასე შემდეგ და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე მიიღებენ მე უკვე არქიტექტორები გადაწყვეტილებას ფანჯრები როგორ განალაგონ და სად. ხშირად შეცდომას უშვებენ ადამიანების სწორედ აქ, რომ აი რაღაც დიდი ვიტრაჟებია შემოვიდა მოდაში და არ ითვალისწინებენ შემდეგ ან გარემო პირობებს. კარგია, კი, დიდი ვიტრაჟი, όμως ოკეანეს რო უყურებ, ან რაღაცა კავკასიონს რო უყურებ, ან ალაზნის ველს გადახედავ დიდი ვიტრაჟიდან, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე დიდი ვიტრაჟები კონდეს და გვერდზე 3 მეტრში მეზობლის ღობეს რო უყურებ, ან მეზობელს უყურებ. მაშინ სიგიჟია, ხო? მაგრამ საიდანღაც და ამიტომ ვამბობ, რომ არქიტექტურა კარგად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ საიდანღაც დაკოპირებული არქიტექტურა, სადღაც მაგარია ეს დიდი ვიტრაჟები ოკეანის პირას აშენებული სახლიდან გადმოაკოპირებენ და აკეთებენ მერე ლისზე, სადაც ამ დიდი ვიტრაჟიდან ესე ძროხა ჩამოივლის და მეზობელი გამოგხედავს, ან რაღაცა კედელს უყურებ ბეტონისას, 3 მეტრიან ღობეს ვიღაცისას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია მზის ტრაექტორია. აი ხო, ეს არის Soundstudy, რაზეც საუბრობდით და მე გრაფიკულად
ვაჩვენოთ ლევანეს მაყურებელს. ჩვენ დავითვალეთ პირდაპირ მზის რადიაციის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი დაახლოებით. ეს აღნიშნული მონაცემები აღებული არის თბილისის მეტეოროლოგიური მონაცემებიდან, ანუ მის საფუძველზეა დაყრდნობით გაკეთებული. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩრდილოეთის და დასავლეთის მხარეს ყველაზე ნაკლები მზის, ასე ვთქვათ, რადიაცია გვაქვს, ანუ დღის განმავლობაში ყველაზე ნაკლები, რაც შეადგენს დაახლოებით 26 საათს კონკრეტული დროის მონაკვეთზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთსა და ჩრდილო-დასავლეთსა და ჩრდილოეთ შორის გავაკეთოთ ეს ფანჯრები, თუ მოიწონს. ხო, მაგრამ დასავლეთიდან ქარი უბერავს. ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. ბატონო, ქარის ვარდის განიავების თვალსაზრისით ცუდი არ იქნება, მაგრამ მაინც პრობლემური იქნება მან ფანჯრის გაღება ირაკლი დასავლეთიდან, იმიტომ რომ ქარი უბერავს. მოდი დასავლეთს შევეშვათ მან და ჩრდილოეთის მხარე დავტვირთოთ ფანჯრებით, ალბათ ეგრე აჯობებს. კი ბატონო, მეც ამ მიმართულებით წავიდოდი, ალბათ უფრო სტილისტურადაც უფრო ლამაზი იქნება, სიმეტრიაშიც უკეთესად ჩაეწერება. და ვფიქრობთ, რომ კი, აქედან ჯობია. ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ცხელი გარემოა თბილისში და შემომზღუდავ კედლებად გირჩევთ, რომ გააკეთოთ 30 სანტიმეტრიანი თანამედროვე ტიპის ბლოკი, იქნება ეს რომელიმე კონკრეტული წარმოების გაზობლოკი ან აირადი ბლოკი. არა, გაზობლოკს არ გამოვიყენებ და გაზობლოკზე მინდა თქვა ჩემი მოსაზრება. გაზობლოკის თბო მედეგობა, მოდი ამაზე მერე ჩავწერ ვიდეოს, როდესაც ამ კედლებს დავიწყებ და მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ჩემი გათვლები მაქვს ამასთან დაკავშირებით. თბო მედეგობა ითვლება, როგორც მოგეხსენებათ, ფიზიკიდან ლამბდით და ამ ლამბდის დათვლა უნდა მოხდეს მწარმოებლის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით. ხშირად არაზუსტ მონაცემებს გვაწვდიან მომწოდებლები, იმიტომ რომ წარმოებულია საქართველოში და ამისი ლაბორატორიები საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს. ანუ კონკრეტული მასალის ზუსტი მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. დაახლოებით მონაცემებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხოლმე ამ თბომედეგობას, რაც არასწორი არის და ხშირად ვცდებით. ამიტომ მე ვეყრდნობი ხოლმე ჩემს ევროპულ გამოცდილებას და ევროპაში რა მეთოდოლოგიითაც ვაკეთებთ თბოიზოლაციებს, კერძოდ პოლონეთში ძალიან გავიწაფე ამ კუთხით და ძალიან ბევრი თეორიული ცოდნა მივიღე პრაქტიკულთან ერთად. ამიტომ შევეშვები მე გაზობლოკს, თუმცა არ ვაკნინებ, ძალიან კარგი პროდუქტია, მაგრამ უფრო სწორია თბოიზოლაციის გაკეთება სხვა მეთოდოლოგიით და ამ მეთოდოლოგიას მე გაჩვენებთ ჩემს სახლს. ორმაგი გადახურვა გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი სართულშუა ბეტონით შესრულებული, იზოლირებული და ამას დამატებული კიდევ კანობიანი, რომელიც კარგად დაგიცავთ, ასე ვთქვათ, მზის რადიაციისგან, გადახურებისგან და ხმაურისგან. ძალიან კაი. კარგი არქიტექტურა და კარგი კომპანია მაგითაც გამოირჩევა, რომ ადამიანის სურვილებს უნდა მოერგო და მის ბიუჯეტს. ეს არის უმთავრესი, ეს ავიწყდებათ ხოლმე, დახაზავენ რაღაც 1000 კვადრატულიან სახლს და მერე აქვთ 200 კვადრატულის ბიუჯეტი. ამიტომ არქიტექტორის როლიც მნიშვნელოვანი ამაში არის, რომ სწორად მიაწოდო დამკვეთს პროექტი იმ ბიუჯეტის გათვალისწინებით, რა ბიუჯეტიც მას წარმოუდგენია. ხო, თავიდან უნდა განსაზღვროთ ხოლმე დაახლოებით ბიუჯეტი იმისათვის, რომ არ შევცდეთ და არ წავიდეთ იმ მიმართულებით, რისიც ასე ვთქვათ, მერე დაშლა და ხელახლა დაწყება. ხო, ჩემ ბიუჯეტზე ნაზრუნი თქვენ არ გაქვთ ახლა, ბოლომდე გაქვთ ესე ვთქვათ. გაშლილი ფრთები არა უშავს. წავედი მოკლედ გადმომიგზავნეთ. რას შეცვლით და დავიწყოთ სწრაფად მივცხოთ. ძალიან კარგი, დროებით. დასავლეთის მხარეა და ლისზე დასავლეთიდან უბერავს ისეთი ქარი, წოდორეთიდან მოაქვს ხოლმე მანქანებით. სახურავები. სროლელია და ფრთხილად უნდა იყოს ბრიგადები, რამე არ შეეშალოთ. თუ გამოვა შემომძახებს. ახოს გაუმარჯოს.